ისინი ავღანეთის ომის ვეტერანები არიან. ზღვის ომში თითქმის ბავშვები გაიწვიეს. საბჭოთა წვეომდელს იმჟამინდელი მთავრობა სხვა არჩევანს არ უტოვებდა. არც მაშინ არ ვჭირდებოდით, არც ახლა არავის არ ვჭირდებით. ავღანეთში გაგვიწვიეს და ლაპარაკი იმაზე, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე არ შეიძლებოდა, თურმე ჩვენ არ ბრძოლობდით იქ და მარტო ვაშენებდით. და ბრძოლობდა ვინ? ავღანეთის ჯარი. ჩვენ უბრალოდ ვიდექით, უყურებდით, ტარს უკრავდით, მეც არაფერს თურმე. ინტერნაციონალურ მოვალეობას ვასრულებდით. მაშინ გვეგონა რომ ეს ასე არის. და რეალურად ჩვენ ვიბრძოდით, მეგობრები გვეღუპებოდა, ან ჩვენთან ერთად ბრძოლობდნენ, ან რაღაცა და ამ ადგილისათვის ბრძოლობდით უფრო მეც ვიდრე ვიღაც ავღანელის გულისათვის. ვფიქრობდით, რომ სამშობლოსათვის ვიბრძოდით და ვეუბნებოდით ხალხს, რომელიც თავის სამშობლოს იცავდა და იმათ მიწა-წყალზე ვიყავით. ნუ აქედან გადმოხედვით ასე არის, მაგრამ მაშინ სულ სხვანაირად ვფიქრობდით. 18 წლის კოტე შავიშვილი 1979 წელს უნგრეთიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ავღანეთში გადაისროლეს. 1 წლის თავზე ომიდან დაჭრილი სამშობლოში დააბრუნეს. ნუ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. დამჭრეს და დამჭრეს. აჰა. ამ ბრძოლისათვის წითელი ვარსკვლავის ორდენი მომწეს და მერე ჰოსპიტალი 1, 2, 3, 4. 20 წლის ავთოშუბაშიკელი 1991 წლის 13 მაისს სუსტად იმ დღეს გაიწვიეს ავღანეთში თბილისის დინამომ თასების თასი რომ მოიგო. ეს დღე ამიტომაც არ ავიწყდება. გამოუცდელი სამხედრო თვითმფრინავიდან ხმელეთზე პარაშუტით დაეშვა და 2 წლის განმავლობაში ავღანეთის მიწაზე სადესანტო ზვერავის დავალებისას 20-მდე ხტომა განახორციელა. ავღანეთში 2 წელი ისე იმსახურა, დედა მისი იქ-ყოფნის ამბავიც კი არ იცოდა. უმალავდნენ. დედაჩემს ვატყუებდი, რომ გერმანიაში ვიყავი და ყოველდღე კარაქიან პულს ავჭამდი. ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომ ჩამოვედით. ის პერიოდი, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ისე ომში ვიყავით, რომ ჩამოვედით, ესე გვეგონა და ძალიან ძნელად მოხდა ჩვენი აი ამ ომიდან მშვიდობიან პერიოდში გადმოსვლა. იმიტომ რომ არ იყო ისეთი პირობები, რომ აი ომიდან დაბრუნებულ კაცს რო რეაბილიტაცია გაუკეთო. ნაომარი ხალხი ვიყავით და სულ გინდაც სახში რო ხარ და გინდაც მარტო რო ხარ, ისევის სიტუაციები გიდგება თვალწინ, ისევის ვთქვათ ის ბრძოლები, სადაც შეიძლებოდა რომ მკვდარიყავი და გადარჩი. ავთოშუბაშიკელის დანაყოფი ბაგრამის აეროდრომის სიახლოვეს იყო განთავსებული. წლების შემდეგ ერთი აუხტენელი ოცნება აქვს. ბაგრამის ბაზაზე ისევ დაბრუნდეს და იქ ნატოს ძალებთან ერთად დისლოცირებული ქართველი სამხედროები მოინახულოს. არ მინდა ისე წავიდი ამ ქვეყნიდან, რომ ერთხელ კიდე არ გადავხედო იმ ადგილს, სადაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა გავატარე, აი იმ ბრძოლებში და იმ უბედურობაში, რასაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენი. ჩვენმა თაობამ 3 ომი გადავიტანეთ. ავღანეთი, აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასუ იმას ვიძახი, რომ გვაკვანო სულფალმა და ეს ამით დამთავრდეს ომიანობა და მშვიდობა იყოს ყველა. ვეტერანები ერთმანეთს ცოტა ხნის წინ კოტე შავიშვილის მიერ გახსნილ ბარში თუ შეხვდებიან, სადაც ომის ვეტერანებსა და ომის ინვალიდებს სასმელს ფასტაკლებიც თავაზობენ. ომის მოგონებებს აღარ იხსენებენ და მშვიდობის ადღეგრძელოს შელახული ჯანმრთელობის გამო ცოტაოდენი სასმელის თანხლებით ამბობენ.